Ზადება თვითმმართველობის არჩევნებისთვის გრძელდება ლელომ და გახარიას გუნდმა თბილისის მერობის ერთობლივ კანდიდატად ირაკლი კუპრაძე, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად გიორგი შარაშიძე წარადგინა. ალეკო ელისაშვილი, რომელიც განიხილებოდა მერობის ერთ-ერთ კანდიდატად, ვიცე-მერობის კანდიდატად დაასახელეს. ოპოზიციის მეორე ნაწილი კი ისევ ბოიკოტშია და არჩევნებში მონაწილეობისთვის სხვა პარტიებს აკრიტიკებს. ისინი 4 ოქტომბერს აქციას აანონსებენ. მმართველი გუნდის თბილისის მერობის კანდიდატი კი ისევ კახა კალაძეა, ქართული ოცნება გამარჯვებაში დარწმუნებულია. ჩვენ შევდივართ იმ წინააღმდეგობაში და ბრძოლაში სრულიად გასაგები მიზეზების გამო. იმიტომ რომ ევროპულ თბილისს საქართველოს დედაქალაქს არ უნდა ჰყავდეს რუსი მერი. თბილისი უნდა გავათავისუფლოთ ნარკოტიკებისგან, თბილისი უნდა გავათავისუფლოთ უსამართლობისგან, თბილისში არ უნდა არსებობდნენ მშიერი ბავშვები სკოლებში, თბილისი უნდა იყოს სოლიდარობის, ძლიერების და თავისუფლების და ევროპული ღირებულებების ქალაქი. Თავსახად და ერთმნიშვნელოვნად ისინი მონაწილეობას იღებენ რუსულ სპეცოპერაციაში, რომლის მთავარი მიზანიც არის ივანიშვილისთვის ლეგიტიმაციის მიცემა. სამწუხაროდ ისინი ივანიშვილის თამაშს თამაშობენ. როდესაც საკუთარი ამომრჩევლის და ოპოზიციური ამომრჩევლის უმრავლესობის ნების წინააღმდეგ მიდიხარ, საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება მთავარი შემსრულებელი და ვინ ითავებს იმ როლს, რომელიც გუშინ ირაკლი კუპრაძემ საკუთარ თავზე აიღო. არაფერი გასაოცარი იმაში, რომ ჩვენ ერთობლივად შევთანხმდით ირაკლი კუპრაძის კანდიდატურის შესახებ არ არის, იმიტომ რომ ეს გათვალისწინებული იყო მემორანდუმით. ჩვენ შევჯერდით ძალიან კარგ კანდიდატზე. ირაკლი კუპრაძე არის ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც წლებია იბრძვის რეჟიმის წინააღმდეგ. ის კალაძესგან განსხვავებით არ არის კორუფციონერი, არის პატიოსანი ადამიანი, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს სრულად იყოს ჩართული ამ ბრძოლაში. ცოტა უცნაურია, რომ აპარტიულ კანდიდატს ეძებდა ირაკლი კუპრაძე დაასახელეს, მაგრამ საბოლოო ჯამში როგორც მინიმუმ ეს დრამა მაინც დასრულდა ლეოს და გახარიას შორის და ალბათ რაღაც საარჩევნო კამპანიაზე გადავლენ. როგორც ჩანს, არც ერთმა აპარტიულმა კანდიდატმა არ ისურვა ლელოსთან გახარიას სახელით არჩევნებში მონაწილეობა და საბოლოო ჯამში პარტიის წევრებზე გააკეთეს არჩევანი. თუმცა ისიც ფაქტია, რომ ყველა წინა ვერსია, რაც იყო გაჟღერებული ალეკო ელისაშვილი იქნებოდა თუ გახარიას, რომელიც პარტიის წევრი, ყველა პარტიული იყო, ამიტომ როგორც ჩანს, შესვალეს თავისივე მიდგომა და ამიტომ არჩიეს ირაკლი კუპრაძე. მინდა შევახსენო ჩვენ საზოგადოებას რამდენიმე ტყუილი წინა არჩევნებიდან მოყოლებული ბატონი ხაზარაძის მხრიდან, ბატონი გახარიას მხრიდან, ისინი ატყუებდნენ თავიანთ ამომრჩეველს, რომ თითქოს არჩევნები იყო გაყალბებული, ერთი მტკიცებულება ვერ დადეს. ატყუებდნენ თავიანთ ამომრჩეველს, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდნენ. ამის შემდეგ, როდესაც მათ შეცვალეს თავიანთი ბჭყალებში ჩვენება და თქვეს, რომ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებდნენ, ატყუებდნენ თავიანთ ამომრჩეველს, რომ ისინი დააყენებდნენ ისეთ კანდიდატს, საერთო კანდიდატს, რომელიც იქნებოდა ნეიტრალური და აბსოლუტურად აპოლიტიკური და უპარტიო კანდიდატი. ამ შემთხვევაში ვიხილეთ ეს მესამე ტყუილი მათი მხრიდან, თავიანთი ამომრჩეველი ამას სწორად შეაფასეს, მე დარწმუნებული ვარ. და ისიც რომ ბატონმა კუპრაძემ დაასახელა, ასე ვთქვათ, ვიცე-მერობის კანდიდატად ბატონი ელისაშვილი, რა თქმა უნდა, ესეც შეურაცხყოფელი არის ამომრჩევლისთვის, იქიდან გამომდინარე, რომ მოდი გადავხედოთ, როგორი სიტყვებით ლანძღავდა ბატონი ელისაშვილი, იგივე ბატონ ხაზარაძეს, ბატონ გახარიას. პირველ რიგში ეს არათანმიმდევრულობა არის სისუსტის გამოვლინება. რადიკალურ პოზიციაში არის სერიოზული სისუსტე. მათ თვითონ მიიყვანეს აქამდე საკუთარი მდგომარეობა, მაშინ როდესაც დაიწყეს განაახლეს უბრალოდ საბოტაჟი სახელმწიფოს წინააღმდეგ და სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ. დღეს რადიკალური ოპოზიცია არის ძალიან დასუსტებული, არის უსუსტეს მდგომარეობაში. ჩვენ მიზანი ზოგადად ქვეყნის მასშტაბით იცით, რაც არის ამ არჩევნებში, ეს არის 64-64-ზე, ხო? ეს არის 64 მერის არჩევნების მოგება და 64 სამკრებულოს არჩევნების მოგება, რაც შეეხება თბილისში ჩვენი ამოცანა არის პირველივე ტურში არჩევნების მოგება მერის შემთხვევაში და საკრებულოს შემთხვევაში ეს არის მინიმუმ 38 მანდატის მიღება. გუშინელმა დღემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენ ვართ ძალიან ახლოს ამისადმი.